დღეს გადაცემა 12 წუთის სტუმარია კვიპროსის მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მინისტრის მოადგილე დოქტორი ნიკოლას იოანიდესი. დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით ევრონიუსზე. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ევროკავშირმა სულ ცოტა ხნის წინ მიაღწია შეთანხმებას ახალი წესების შესახებ, რომლებიც დააჩქარებს იმიგრანტების უკან დაბრუნებას, რომელთაც ევროკავშირში ლეგალურად ყოფნის უფლება არ აქვთ. ზოგი იტყვის, რომ ეს ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისკენ გადადგმული ყველაზე სერიოზული ცვლილებაა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. როდის ელოდებით ამ ცვლილების შედეგებს? რადგან როგორც ვიცით, ამჟამად იმიგრანტებიდან, რომლებსაც უკან დაბრუნება მოთხოვეს, საშუალოდ 27% ბრუნდება საკუთარ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ესაც ცოცხალ მნიშვნელობის მქონე საკითხი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ჩვენი ევროპელი მოქალაქეებისთვის. ამიტომ გვინდა მოლაპარაკებების დასრულება ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან, რათა შექმნათ ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უკან დაბრუნებულთა რაოდენობის უფრო სწრაფად დასშეუწყობდა ხელს. იმიტომ რომ როგორც თავად აღნიშნეთ, დაბრუნების მაჩვენებლები დაბალია და მნიშვნელოვანი აქვს ჰქონდეს ეფექტიანი სისტემა, რათა მთლიანად ევროპის მიგრაციის პოლიტიკა ნორმალურად იმუშაოს. ამიტომ გვჯერა რომ რეგულაცია დაბრუნების შესახებ, რომელიც აკლდა მიგრაციის და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტს და რომელზეც ახლახან შევთანხმდით, ხელს შეუწყობს ჩვენი მიგრაციის პოლიტიკის ეფექტიანობას. მოდი დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი, რადგან ჩვენი მაყურებელი შესაძლოა ცოტათი დაიბნა. ამ რეგულაციის მიზანია შექმნას გარანტია, რომ ის ადამიანები, რომელთაც წასვლა მოთხოვეს, რადგან არ აქვთ დარჩენის კანონიერი უფლება და რომელთაც არ მისცეს თავშესაფარი, საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდებიან, მაგრამ პრობლემა ხომ ხშირად სწორედ ის არის, რომ მათი საკუთარი ქვეყნები არ იღებენ ამ მიგრანტებს უკან. თუ მართლაც ასია, როგორ მოაგვარებს ახალი წესები ამ საკითხს? ეს პრობლემის ერთი ნაწილია. ერთად ის რომ ქვეყნები არ იღებენ უკან საკუთარ მოქალაქეებს. პრობლემის მეორე მხარე ის არის, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეები არ თანამშრომლობენ წევრ სახელმწიფოებთან, რათა მათი რეპატრიაცია მოხდეს. ამიტომ ახალი რეგულაცია გვთავაზობს ისეთ ზომებს, რომლებიც აიძულებს ადამიანებს ითანამშრომლონ წევრ სახელმწიფოებთან. მაგალითად, ამოქმედება ძალიან მკაცრი შემაკავებელი წესები და უფრო დიდი ხნით აეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა, რაც საბოლოოდ აიძულებს მესამე ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ ითანამშრომლონ წევრ სახელმწიფოებთან და დათანხმდნენ რეპატრიაციას. რაც შეეხება იმ მესამე ქვეყნებს, რომლებიც არ იღებენ საკუთარ მოქალაქეებს, ისეთი ტიპის ზომების მიღება განიხილება, როგორიცაა მაგალითად სავაჭრო ხელშეკრულებების ან სავიზო რეჟიმის მეშვეობით მოქმედება, რათა ვაიძულოთ ეს ქვეყნები, რომ ჩვენთან ითანამშრომლონ, რათა დაბრუნების მაჩვენებელი გაუმჯობესდეს. ამ ყველაფრის ცენტრში რა თქმა უნდა დაბრუნების ახალი ჰაბები დგას. საუბარია ცენტრებზე, რომლებიც ევროკავშირს შეუძლია შექმნა საკუთარი საზღვრების მიღმა, იმ ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყანასთან დადებენ. და ნებისმიერი მიგრანტი, რომელსაც თავშესაფარზე უარს ეტყვიან, შესაძლოა იქ გაიგზავნოს. ხომ არ არსებობს რისკი იმისა, რომ ეს ხალხი შესაძლოა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაგალითად თუ კი მათი ქვეყანა უარს ეტყვის მიღებაზე. გასაკვირველია, თავარი საკითხი, რომლის მოგვარებასაც ვცდილობდით, ის არის, რომ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს არ აქვთ ევროკავშირში ყოფნის ლეგალური უფლება. ამიტომ ისინი უნდა წავიდნენ. თუ კი ისინი არ ითანამშრომლებენ ჩვენთან, ან მათი წარმოშობის ქვეყანა არ მიიღებს ამ ხალხს უკან, მაშინ გამოსავალი უნდა მოუწევთ. და ეს გამოსავალი არის დაბრუნების ცენტრები. და ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, როგორც წევრი სახელმწიფოების, ისე ევროკომისიისთვის, ის არის, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. რა იქნება ამის გარანტია? ასეთი გარანტიის შექმნის ერთ-ერთი საშუალება არის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, როგორებიცაა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. და რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით ვითარ იმას, ჩვენ ამ ხალხის დასჯა არ გვინდა. უბრალოდ დავწმუნდით, რომ ვისაც არ აქვს ევროკავშირში დარჩენის უფლება, წავა და ჩვენ დავიცავთ თავშესაფრის გაცემის ჩვენ სისტემას, რომ ის ბოროტად არ გამოიყენოს. თუ მოხდა ისე, რომ ამ დაბრუნების ცენტრებში არ დაიცვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მაშინ რა დაემართება ამ ხალხს? წევრ ქვეყნებსა და მესამე ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ ცენტრებს უმასპინძლებენ, დაიდება შეთანხმებები, რომლებშიც ჩაიდება გარანტიები. ეს გარანტიები დეტალურად განმარტავს თუ რა მოხდება, თუ კი იქ ადამიანის უფლებები დაეღვევა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს ხელშესახები შედეგები. ჯერ ახლა დავიწყოთ ამ იდეის განხილვა, მაგრამ რა კი რეგულაციაზე უკვე შეთანხმდნენ. ახლა უფრო ჩავაღმავდებით ამ საკითხის შესწავლას, რათა უფრო ხელშესახები ზომები მივიღოთ. საქმე ისაა, რომ ეს ყველაფერი ბავშვებსაც ეხება. უმეთვალყურეო დარჩენილი ბავშვები გამონაკლისს წარმოადგენს, მაგრამ თუ კი ბავშვი ოჯახთან ერთად იქნება, მასაც დაბრუნების ცენტრებში გაგზავნიან. ამ არასრულწლოვნებს, რასაკვირველია, ვერ დაადანაშაულებ იმის გამო, რომ უკანონო მიგრანტები არიან. ისინი ხომ არ არიან სრულწლოვნები. ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ და მაინც მათ ამ ბანაკებში აგზავნიან. არ გადარდებთ მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა? უკვე აღნიშნე, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ყველასთვის წითელი
პირველი ხაზია ჩვენ არ გვინდა ევროპული კავშირის ან საერთაშორისო სამართალი რამენაირად დაიყვეს, მაგრამ ამავე დროს ბალანსი უნდა დაიცვა უკანონო ყოფნასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის. ამიტომ სანამ ოჯახს ასეთი დაბრუნების ცენტრში გაგზავნიან, მის საქმეს ყოველი შესაბამისი კუთხით შევისწავლით. აქედან ერთ-ერთია ბავშვის ინტერესების საუკეთესო დაცვა. ამიტომ ყველა ასეთი ფაქტორი გათვალისწინებული იქნება, სანამ ოჯახის დაბრუნების ცენტრში გაგზავნას გადაწყვეტენ. რას ეტყოდით კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკანონო მიგრაციაზე ყურადღების ასეთი გამახვილების გამო ევროკავშირის ზნეობრივ კომპასს კარგავს? აქ დავეთანხმებოდი მათ, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკანონო მიგრაციის პრობლემა. ფაქტია, რომ ევროკავშირის ახალ პაქტში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ჩადებული რამდენიმე დებულება პიროვნების უფრო მასშტაბურ დაცვას უზრუნველყოფს. ასეთია დებულება კანონიერი კონსულტაციის მიღების და ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებ. გარდა ამისა, პარალელურად ვმუშაობთ მიგრაციის კანონიერი გზების შექმნაზეც ისეთი კონცეფციების მეშვეობით, როგორებიც ევროკავშირის ნიჭიერი კადრების ფონდი და ჩვენი სავიზო პოლიტიკა. ჩვენ გვინდა ლეგალური გზების გახსნა და გვჯერა, რომ ამის საშუალებით მოვაგვარებთ უკანონო მიგრაციის პრობლემას, რომელსაც კრიმინალური კონტრაბანდული ქსელი უწყობს ხელს, რადგან სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. მოკლედ რომ მითხრა დაბრუნების ცენტრებზე, სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ, კვიპროსის მთავრობა თუ აპირებს ასეთი ცენტრების შექმნას? ამაზე ჯერ არ მიმსჯელია. რა თქმა უნდა, აქამდე არავით არის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ევროკავშირის შიგნით მიმდინარეობდა გარკვეული დისკუსია წევრ ქვეყნებს შორის. და ახლა, როცა უკვე გვაქვს სამართლებრივი საფუძველი, გასაკვირველია დაინტერესებული ვართ სხვა წევრ სახელმწიფოებთან დისკუსიებით, რათა ვიპოვოთ გამოსავალი და აღვასრულოთ ეს დებულებები. როგორც ვიცით, 5 წევრმა სახელმწიფომ უკვე გააკეთა განცხადება, რომ გამოიკვლევენ ამ საკითხს. მათ შორის არიან ნიდერლანდები, დანია, გერმანია, საბერძნეთი და ავსტრია. მაინც რომელი ქვეყნები შეიძლება იყვნენ სავარაუდო პარტნიორები თქვენი აზრით? საქმე ისაა, რომ საუბარია ისეთ ქვეყნებზე, რომელთაც გარკვეული დემოკრატიული სტანდარტები უნდა ქონდეთ, თანაც ამ უარყოფილი თავშესაფრის მაძიებლების მიღების სურვილიც უნდა ქონდეთ. მაინც ვის ხედავთ როგორც პოტენციურ პარტნიორს ამ კუთხით? მე არ შემიძლია კონკრეტული ქვეყნების დასახელება, მაგრამ თქვენ მიაღწევილი მახასიათებლები ზუსტად შეესაბამება რეგულაციის მოთხოვნებს, რომ ქვეყნების და დაბრუნების ცენტრების შეიქმნება ადამიანის უფლებებს უნდა იცავდნენ. სწორედ ასეთი კრიტერიუმებია გაწერილი რეგულაციაში. მინდა კვიპროსში შექმნილ ვითარებაზე გკითხოთ. მას შეიძლება წინა ხაზზე მყოფი ქვეყანას კი ვუწოდოთ მიგრაციასთან დაკავშირებით. რამდენად გაფიქრებთ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი გარემოება და სავარაუდოდ როგორ აისახება ის მიგრაციის ნაკადზე განსაკუთრებით ლიბანში არსებული მდგომარეობა? კვიპროსი მართლაც ფრონტის წინა ხაზზე მდგარი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც უზარმაზარი მიგრაციული ნაკადი მიიღო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ შეიმუშავა ჩვენმა მთავრობამ მკაცრი ზომები, რათა უკანონო მიგრაცია ჩაეწყო. და მოვახერხეთ კიდეც, უკანონო მიგრაციის ნაკადი ბოლო 3 წლის განმავლობაში თითქმის 90%-ით შეუცვლეთ. მაგრამ როგორც თავად აღნიშნეთ, ჩვენ შფოთვარე რეგიონს ვეკუთვნით, ამიტომ ყოველთვის ფხიზლად ვართ, რომ რეგიონში ლტოლვილთა ახალი კრიზისი არ დაიწყოს. და სამწუხაროდ მოხდა კონფლიქტები ირანსა და ლიბანში. ჯერჯერობით მიგრაციული ნაკადები არ წარმოქმნა. ჩვენ არ მიგვიღია მიგრანტები ამ რეგიონებიდან. ნებისმიერ შემთხვევაში ახალ პაქტში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ დაწერილია ასეთი კრიზისის მართვის ზომებიც. პირველად გვაქვს ასეთი ყოვლის მომცველი საკანონმდებლო ჩარჩო ამ მტკივნეული საკითხის მოსაგვარებლად. და ბოლოს, ბატონო მინისტრო, სანამ დავასრულებთ საუბარს, ამჟამად მიმდინარეობს დისკუსია და ვიცი, რომ თქვენც იმსჯელებთ ამ საკითხზე თქვენს კოლეგებთან ევროკავშირის დონეზე. უნდა განაგრძოს თუ არა ევროკავშირმა უკრაინელი მამაკაცების დროებით დაცვა იმ ახალგაზრდა მამაკაცებისა, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკს უახლოვდებიან. უნდა შევიდეს თუ არა ცვლილება ამ კანონში თქვენი აზრით, რადგან გერმანიის კანცლერი მერცი მაგალითად ამისკენ მოუწოდებს, რათა არ მოხდეს ისე, რომ ჯარში გაწვევის ასაკს მიახლოებულმა ახალგაზრდა მამაკაცებმა დატოვონ უკრაინამ. უკრაინელი მოქალაქეების დაცვა 2027 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდა, მაგრამ გასაკვირველია მომავალზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორც თავად ვუძენებთ და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ ლუქსემბურგში, როდესაც წევრ სახელმწიფოებს მოусმენთ და გავიგებთ, რა აწუხებთ, როგორია მათი ხედვა და ევროკომისიასთან ერთად ვიმსჯელებთ, როგორ წავიდეთ წინ. ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია და ევროპული საბჭოსთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მოსაზრებები გავცვალოთ და როგორმე გადავწყვიტოთ რა გზით დავალთ ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ ისევ მხარს ვუჭერთ უკრაინას. აღაფერი შესრულა, მაგრამ ამავდროულად უნდა გავარკვიოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს წლებში. დიდი მადლობა ბატონო მინისტრო. დიდი მადლობა.